ხუიჩამ ეს რუსი ჟურნალისტი რა მიმართულებით გაუშვა მაგას ნახავდით, მაგრამ მაინც გაჩვენებთ კიდე ერთხელ. Скажите, можно на русском эмоции какие-то были, все-таки такой трагедии ценник? Джо, დგას ადამიანი ინტერვიუს აძლევს ქართულ ჟურნალისტებს მშობლიურ ენაზე, ხო? არიანი უცხოელი ჟურნალისტებიც, ნუ ეგეთი სტანდარტია, რომ ადამიანი ან მშობლიურ ენაზე ლაპარაკობს, ან ინგლისურად, ხო, ყველგან ეგრეა. ეს ნაგლი მიდის და ეუბნება, რომ აი რუსულად თუ მეტყვიო რა ერთი-ორ სიტყვას. რატო აყენებ მაგ უხერხულ მდგომარეობაში, რა ვიცი, უხერხული დავარქვათ მაინც, ხო? რატო აიძულებ, რომ გაქცეს ის პასუხი, რაც გაქცა? რატო? ჯერ ერთი იმიტომ, რომ ხვიჩა კვარაცხელი არის ამ წუთას ყველაზე ცნობილი ქართველი მსოფლიოში. და არის ფეხბურთელი, ისეთი ფეხბურთელი, რომელიც რუსეთს საერთოდ არ ყოლიათ ისტორიაში ეგეთი. ყველაზე ცნობილი ეხა რომ ბოლო 30 წელში ალბათ რა ვიცი, ანდრეი არშავინი ყავდათ, ხო? სასაცილო ეხა არშავინის ხვიჩასთან შედარებით. და უნდათ რომ ჩაწერონ ინტერვიუ, რომელშიც აი ეს ყველაზე ცნობილი ქართველი და ყველაზე დიდი ქართველი ფეხბურთელი ლაპარაკობს რუსულად რა. რომ აი მე თავისთან პროპაგანდისტულ არხებზე გავუშვა, რომ ინტერვიუ აიღეს საფონოვთან და კვარაცხელიასთან და ორივე რუსულად როგორ აძლევს ინტერვიუს. რა იმიტომ რომ ჩვენ აქ გვიქვავენ ქართველებს მაინც თავისად რა. ხვიჩას მით უმეტეს ახლა რუსეთში რახან თამაშობდა, ანუ ეს ჩვენიანიაო რა, ნაშ, ესე ეძახიან რა. ეგ უნდათ რომ ანუ თავიანთ წარმატებათაც გაყიდონ ეს რომ PSG-მ რომ მოიგო ჩემპიონთა ლიგა, აი საფონოვის და ხვიჩას ეს იყო რა, ეს დამსახურება და ეს ორივე მათიანია. ესე აღიქვავენ მე რა რომ ქართული გვარი აქვს. ქართველები ვართ მათიანები ესე უყურებენ რა. აი არის ამის შინაარსი, თორე რას მიდიხარ, კაცო ქართულად ლაპარაკობს ადამიანი ან ინგლისურად და შენ მიდიხარ და არა რუსულად თუ მოგცემ ინტერვიუს ნაგლი არ ხარ? აი ეს ნაგლები არიან ზოგადად, აი ეგეთი ხალხია რა, ჯაყოვები არიან ტიპები. აი კიდე ცალკე კალაძე რო გამოვიდა და ბიჭო მილოცვა თუ გინდა მიულოცე ადამიანურად კიდე იმის ხაზგასმა რომ მეორე ქართველი ფეხბურთელია რომელმაც ორჯერ მოიგო ჩემპიონთა ლიგა, ანუ პირველი მე ვიყავიო რა, იქ ჩათხარა მაინც რა, შიგნ ისე არ შეუძლიათ. აი ისე არ შეუძლიათ ხოცებს რომ რაღაცა წარმატებული რო ხდება სადღაც საკუთარი თავი რო არ ჩააკავეხონ, ეგრე არ შეუძლიათ რა. აღარ მინდა ეხა იმას ლაპარაკი, მე კალაძე საფეხბურთო კუთხით არასდროს არ დამიკნინებია და არც ავტოგოლი მიძახებია არასდროს. ვერ იპოვით მაგას. და არც არაფერი, იმიტომ რომ რავი, ჩვეულებრივი ამბავი მგონია ეგ რა, მაგრამ რაის ჯერ ასადარე კალაძის ორჯერ მოგება ხვიჩას ამ ორჯერ მოგებასთან ახლოს მივა საერთოდ როგორ შეიძლება შეადარო არც იმის დაწყება აღარ მინდა ეხა იმ ლაპარაკის რომ ფინალში რომ თვითონ პენალტი გააფუჭა და კინაღამ რომ მაგის გამო მილანმა ვერ მოიგო მე ხო რას ადარებ და რატო ეტენები ადამიანურად თუ გინდა მილოცვა კაცურად მიულოცე ხო რომ გილოცავ ეს უდიდეს წარმატებას მით უმეტეს ზედიზედ რომ მოიგე მეორე ქართველი ფეხბურთელია რომელმაც პირველი მე ვიყავიო კაცო ამას ახსენებს და მე რუსთავი ორმაც პოსტი ეგრე დადო აი ეგრე ჩაგიგდებთ რომ ხვიჩაო მეორე ფეხბურთელიაო რომელმაც ჩემპიონთა ლიგა ორჯერ მოიგო პირველი კალაძე იყო თან გვახსენებთ აი ეგ არის ხოცობა ხო რაღაცა ამ ორ მაგალითს შორის ხო ხედავთ თან საერთოს საკუთარი რაღაცა ინტერესების გამოყენება რო უნდათ ყველაფერში რუსებს და ქოცებს